მეგობრებო, გათენდა ის ნანატრი დღეს და მივფრინავ საფრანგეთში. მოკლედ, სანამ დედიკო და მამიკო გაიღვიძებენ, მოდით გავემზადოთ ერთად. დღეს აუცილებლად უნდა მეცვას ლამაზად და თანაც კომფორტულად. ასე რომ მთლიანი ლუკს ავაწყობ ვიშლისტის უახლესი კოლექციიდან, რადგან მე ვიშლისტის გოგო ვარ. ჩავიცვათ ეს ბოდე, რომელიც არის მოკლე მკლავიანი, რადგან არ დამხეს ფრენის დროს. ასე გამოიყურება ტანზე. ახლა კი გადავიცვათ ეს ულამაზესი ორეულები. ვარდისფერი და ჩემსავით ფერადი. ცოტა დავისვენოთ და წამოვდგეთ გავაგზავნოთ ჩაცმა. ახლა მოვიტან ჩანთას. აი ეს არის ჩემი ახალი აღმოჩენა მეგობრებო. ულამაზესი ჩანთაა. ჩავდა სამაჯური საყურეები და სხვა საჭირო ნივთი. თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოსაც რა დევ ჩემს ჩანთაში. წინდები ხომ მინდა? აუცილებელია. ხოდა ვიშლისიდან წამოვიღე ეს ლამაზი წინდებიც. ახლა კი ბოლოს დაადგათ მის დავარცხნისა და მოწესრიგების დროს. ხოდა ნახეთ, რა ლამაზია ეს ახალი თმის სამაგრები. აი, ძალიან მომწონს. მოდით გავიკეთოთ კიკინები და აი ესეც თმაც გზადაა. თუ გაინტერესებთ, დამიკომენტარებთ თმის ტუტურიალიც და აუცილებლად ჩაგიწერთ ვიდეოსაც. და ბოლოს, რა თქმა უნდა, სათამაშოები ჩავალოგოთ თვითმფრინავში, რომ გავერთოთ. ხოდა ნახეთ, რა კარგი სათამაშოები შევარჩიე, რბილის და მუსიკალურის. ამასობაში გაიღვიძეს მძინარამზე თუნახავებმაც და ნახეთ, რა არ მასწიან მოვწესრიგდე. მოკლედ, გამაგდო მე მამიკომ და თვითონ ერთობა. ბავშვია რა, ვინმე უთხარით, რომ უკვე დიდი ბიჭია ამ სათამაშოებისთვის. ნუ მოკლედ, ჩემო ლამაზებო, ძალიან მიყვარხართ, ყველას გისურვებთ ბედნიერ წარმატებულ დღეს. მე კი პარიზიდან, ეიფელის კოშკიდან ძალიან მალე დაგიბრუნდებით და ინსტაგრამზე გავამყევით აუცილებლად, რადგან ძალიან ლამაზ ფოტოებს დაგიგებთ მალე.